წერის კონკურსის გამარჯვებული გამოვლენილია ძმები არსენ და რუბენ ბრეგაძეები 200 კონკურსანტიდან საუკეთესო წერილის ავტორება დასახელდნენ მათი ნაშრომი ბერნში მსოფლიო საფოსტო კავშირის შტაბ-ბინაში გაიგზავნება და უკვე სხვა ქვეყნების გამარჯვებულ წერილებს შორის იასპარეზებს. წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ჩატარდა. მე და ჩემმა ძმამ დავწერეთ ერთი წერილი, რომელშიც ჩვენი ცხოვრების შესახებ გვეწერა ყველაფერი. დიდ მადლობას გიხდით ამ კონკურსის ჩატარებისთვის. მქონდა შესაძლებლობა გამოგვევლინა ჩვენი აზრები, რა იყო მუსიკა, რა ძალა ჰქონდა მას ადამიანის ცხოვრებაში და რაზე გავლენის მოხდენა შეეძლო მას ჩვენთვის და რა ვიცი, ნასიამოვნები ვარ. გახარებული დავრჩი, როგორ გეცხათ, რომ ასე თქვა ჩვენ ქვეყანაში ასეთი ახალი მოზარდები იზრდებიან. და ასეთი იყო საერთო შთაბეჭდილება. ძალიან გასახარელი პირადად ჩემთვის. მე განსაკუთრებით იმედომაც მაინტერესებდა, რომ მე მუსიკოსი ვარ და წლევანდელი კონკურსის თემა სწორედ მუსიკას ეხებოდა. საქართველოს ფოსტამ გადაწყვიტა, რომ ეს ტრადიცია საქართველოშიც დაამკვიდროს და ყოველწლიურად წერილის წერის კონკურსი გამოაცხადოს გამარჯვებული წერილი გაიგზავნება ბერნში, მსოფლიო საფოსტო კავშირის ცენტრალურ ოფისში, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მასშტაბით კონკურსში.